გარდა მსახიობობისა ორი გატაცებაც ჰქონდათ, ჭიდაობა და კალათბურთი. მოგწონდათ და მისდევდით, რომელში უფრო ძლიერი იყავით, ჭიდაობაში თუ კალათბურთში? ჭიდაობაში ქვიშხეთში ვისვერებდი ხოლმე ყოველ ზაფხულს თითქმის, მე მწერალთა დასასვენებელი სახლი იყო იქ. და იქ სოფლელ ბიჭებს ვეჭიდავებოდი. და გაგიგვირდებათ, მე კი ვერ ვაქცევდი, მაგრამ ისინიც ვერ მაქცევდნენ ვერაფრით. წელი მქონდა მაგარი თუ რა იყო, ვერაფრით დაუსხსნებოდი ხოლმე ესეთი რაღაცა ჭიდაობაში. კალათბურთში დავდიოდი, ჩემმა მხანაკმა წამიყვანა მეზობელმა, ის მაღალი იყო და წამოყევი რა განახებო ჩვენ წნელსო. წნელი იყო კეკელიძე. ხო. მიხეილ კეკელიძე, გადასარევი პიროვნება. ხო და რომელახა მე გაიხადე შენს ივარჯიში ვარ, არ მე მოხურებლად წავედი, არც ისე თუ მოვარჯიშებდა, დავეწავე ვარჯიში. ანუ წესები არ იცოდით ხო, როგორ გეთამაშოთ? აბსოლუტურად. მე პირველთა სასახლეში, მოსელთა სასახლეში იყო შეჯიბრი პირველობაზე, ესე სკოლები ეჯიბრებოდნენ ეს და წავედი საყურებლად, გატენილი იყო დარბაზი, ძალიან ბევრი ხალხი იყო მოსავლეები. რაღაც გუნდი გამოვარდა, არ მოვიდა და უცბად ჩართეს პირველი სკოლაში იყო. და სომხურ გუნდთან უნდა ვითამაშოთ. აკლდათ 4 კაცი იყო, ჯერ ადრეაო და არ მოდიან. და რა ვქნათ, ჩაგვეთლება წაგებათო, აი ლევანთაძე ითამაშებს. ვთქვა არ ვიცი მე თამაში, ჩაგვეთლება. გაგვიყვანეს, ზამთარი იყო. გამახსენდა რომ დედაჩემმა შემიკერა ამ ხელა ფოხანა, თოსი კახამდე იყო ასე. ხო. არ იყო, ვერ გამოთვალა, არ იცოდა გერო და წინ და უკან თეთრი მატერია ჩააკერა, შავი. სხვადასხვა ნაწილებისგან იყო. აჰა. შეფსხა მე არ ვიხე რა შვები კაცო დაუსვინეს უკვე გამოდიოდა რაც იქნება მეტი და გავედი უსე ბოლოში ვიყავი დაბალი ყველაზე დაბალი თმები მქონდა ეს გამოდა რო იხოლა ხალხმა რომ დამინახა ამ დროს თელი თამაში ბურთს მაწვდია ხელიდან მივარდება რაღაცა და იყო ნუ გომერიული სიცილი იყო რა თელი თამაში მაინც მოვიგეთ ის თამაში ხო ხო და მე გასახდელში რო ვიყავით რიგი დადგა ერთი გვაჩვენეთ სხვანაირ დროს იგი რო ესო რომელია ეს და მე კი ვისწავლე თამაში და სკოლის გუნდშია თამაშობდი და ინსტიტუტშია თეატრალურ ინსტიტუტშია გავაგზავნე. რატო არ გაყევით? აი სპორტს ესე. თუ არ იყო მთლად არჩევანი რომ ჩემი საქმე არ იყო კალათბურთი. გამთამაშებელი კი ვიყავი, მაგრამ ჩემი ტანის კაცი კალათბურთელი. ხო, არის ჩემი პროფესია. ისე კი მიყვარდა ძალიან.